ახალი პარტნიორი თქვენს ცხოვრებაში. თუ ამჟამად არ გყავთ პარტნიორი, მაშინ ეს გაშლა იქნება თქვენთვის, ჩემო ძვირფასებო. ნახოთ ჯერ რამდენად მზად ხართ ამ მომენტისთვის ახალი პარტნიორის მისაღებად, ნახოთ თქვენი ენერგიები და შემდეგ ვნახოთ როგორია შანსი რომ გამოჩნდეს ახალი პიროვნება სერიოზული ურთიერთობისთვის. ნახოთ ამჟამად როგორია თქვენი ენერგიები, როგორ ენერგიებში იმყოფებით ამჟამად, ვისთვის იქნება ეს გაშლა, ვისთვის იქნება ეს გაშლა. ეს გაშლა იქნება მათთვის, ვინც დაასრულა, ვინც დაასრულა ურთიერთობა, ვინც გამოვიდა რაღაც ანუ რთული პერიოდი, შეიძლება გიდგათ კიდეც და ბოლომდე არ გაქვთ დასრულებული, ხო? ანუ ვინც განიცადა რაღაც მარცხი, ცხოვრებისეული. ეს პირად ურთიერთობაში თუ რაღაც პიროვნული, თუ არ ვიცი, ნებისმიერ რამეში რაღაც მარცხი, 10-იანი ხმალი, რაღაც ეტაპი თქვენი ცხოვრების დასრულდა. ამ მომენტისთვის შეიძლება ითქვას, რომ განადგურებული ხართ, შესაძლებელია თქვენმა ახლობლებელმა ადამიანებმა გიმტყუნეს, არ გაამართლა თქვენი იმედი, ხო? ვერ გაამართლეს თქვენი იმედები. შესაძლებელია თქვენს გარშემო ძალიან ბევრი რაღაც ინტრიგა, ჭორი არსებობს, რომელიც თქვენს დაზიანებას ცდილობს. ერთი სიტყვით რაღაც მარცხი და კრიზისული პერიოდი დაასრულეთ უკვე. დაასრულეთ, ჩემო ძვირფასებო, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია რა იქნება მომავალში, ხო? ძალიან ბევრთან ეს რეზონირებაში იქნება ისე, რომ ურთიერთობა პიროვნებასთან, რომელიც შეიძლება ითქვას თქვენთვის ან მნიშვნელოვანი იყო, ან რაღაც იმედი გქონდათ, რომ ის იყო თქვენი ადამიანი, რაღაცნაირად გული გატკინეს, ხო? გული გატკინეს და ურთიერთობაში თუ ზოგადად ცხოვრებაში ამ მომენტისთვის ძალიან რთულ სიტუაციას გადიხართ, მაგრამ უკვე ბოლოში ხართ, ხო, უკვე გასული ხართ, დასრულებული გაქვთ უკვე, ამის შემდეგ უკვე იწყება რაღაც ახალი ეტაპი. ახალი ეტაპი. შესაძლებელია ზოგიერთმა რაღაც კონფლიქტით დაასრულეთ ურთიერთობა. აი ასეთ ენერგიებში ხართ, ჩემო ძვირფასებო. მოდი ვნახოთ როგორია თქვენი მზაობა, თუ გეცნობთ საკუთარი სიტუაცია და თავი, გააგრძელეთ ყურება და ვნახოთ თქვენი მზაობა როგორია ახალი ურთიერთობის მისაღებად, რამდენად მზად ხართ ახალი ურთიერთობისთვის. 7-იანი თასი ამოვიდა, ჩემო კარგებო, 7-იანი თასი. 7-იანი თასი მე იმას მეუბნება, რომ ჯერჯერობით არ გაქვთ, ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ ილუზიებში ხართ, კიდევ ბურუსში ხართ, კიდევ არის თქვენს ცხოვრებაში გაურკვევლობა და როგორ გითხრათ, აი, იცით როგორი კი ბატონო, ოცნებები შეიძლება გქონდეთ, მაგრამ რეალურად ჯერჯერობით რეალობას ვერ აფასებთ. ანუ ჯერჯერობით არის რაღაც ილუზია, რაღაც რაც არ არის ბოლომდე გარკვეული, ხო, ჯერ კიდევ სიზმარში გგონიათ თავი. ანუ შეიძლება რაც მოხდა თქვენს ცხოვრებაში, იმდენად მძიმე იყო, რომ აი ტვინი ამას აღიქვამს როგორც თითქოს თქვენ თავს არ ხდება, რაღაც თითქოს სიზმარში ხართ, ხო? ანუ არც კი გჯერათ, რომ აი რაღაც ესეთი რთული პერიოდი გადაიტანეთ და მაგრამ დასტის ძირზე მაქვს უზენაესი სამსჯავრო, რომელიც მოგიწოდებთ, რომ დროა გამოფხიზლდით, დროა გამოხვიდეთ აი ამ ბურუსიდან, გაურკვევლობიდან, დროა დაისახოთ ახალი მიზნები და დროა ცხოვრება დაიწყოთ თავიდან, სუფთა ფურცლიდან, ჩემო ძვირფასებო. აი ასეთი ენერგიებია ამ მომენტისთვის. მოდი ვნახოთ შემდეგი კითხვა, როგორია შანსი, რომ ანუ ჯერჯერობით თქვენი მზაობა არ არის მართალია, მაგრამ თუა შანსი რომ გამოჩნდეს პიროვნება, ვინმე სერიოზული პიროვნება, სერიოზული ურთიერთობისთვის, რაც გიჩვენებს. პერიოდი თავად ჩაიფიქრეთ. 6-იანი პენტაკლის, სრულიად შესაძლებელია, ჩემო ძვირფასებო, რომ გამოჩნდეს პიროვნება, ვინც გვერდში დაგიდგებათ, ვისგანაც იგრძნობთ რაღაც მზრუნველობას, თანადგომას და ერთი სიტყვით თქვენი გულშემატკივარი, ვინც ნამდვილად შეიძლება გამოჩნდეს და ეს შეიძლება როგორც უკვე გითხარით, იყოს პიროვნება, რომელიც შეიძლება დაინტერესდეს, აი რაღაც გვერდში დგომით თქვენთან, ხო, ანუ რაღაც გაგიწიოთ ისეთი რჩევა მოგცეთ ან რაღაც მოგისმინოთ, ელემენტარულად უბრალოდ მოგისმინოთ და ანუ არის შანსი იმის, რომ გამოჩნდეს და ეს იქნება ახალი პიროვნება, ჩემო ძვირფასებო, ახალი პიროვნება. ძალიან დიდი შანსია, დიდი სიყვარულით, ანუ რომანტიკით დაიწყოს თქვენი ურთიერთობა და ნახეთ, შეხვედრაც კი, ანუ შესაძლებელია აიმანზეც, ანუ უფრო ისეთ განვითარება გქონდეს, ხო? სუბუქად დაიწყოს და გადავიდეს რაღაც სერიოზულში და სტაბილურში. კი, ნამდვილად არის. მთავარია თქვენ რამდენად მიიღებთ, იმიტომ დასტის ფონი მაქვს 4-იანი თასი, მთავარია თქვენ მიიღოთ ეს პიროვნება, ჩემო ძვირფასებო და თქვენ გინდოდეთ ამის მიღება. ისე რომ შანსი არის ნამდვილად, რომ გამოჩნდეს პიროვნება ახალი ურთიერთობისთვის. აი ესეთი იყო მოკლე ექსპრეს გაშლა, მე მადლობას მოგახსენებთ და ნახვამდის.